ყავს ვაგებდი აქ, ან ბოქსი და ავტოგრიდი. ესეთ ბოქს ავაგებ ჯერ. მერე გადავიყვან edit polish-ში, რომ დავაედიტო სიმაღლეები, vertex-ებით ჯობია დააედიტოთ ხოლმე. მერე ავწიოთ ეს ბოლომდე და გვერდებიც გავუწიოთ. ეს ჯობია გააკეთოთ wireframe ჯობია ალბათ არა ესე იყოს. ეხლა აქ ანუ აქ ის გავავიყენოთ snap tool-ი. ხო და snap tool-ი არ გინდათ, ანუ თვალით აი თითქმის მიასვით რა ეს ალან და აი ბოლომდე რო არ მიესვას რა, აი რაღაც ხრიჭოსავით რო ხონდეს, იმიტომ რომ ანუ ეგეთ კარებს ხრიჭო ეტყობათ ხოლმე. ანუ ერთმანეთს რო არ კვეთდეს სადაც, ანუ ეს არის ეხლა აი რომ მივასვა, მერე უკან უნდა გამოვიდეს სადღაც ალბათ 1 სანტიმეტრი. ანუ ეს ხო მიასვამთ, ან snap tool-ით მიასვამთ. და შემდეგ ქვემოთ რო ჩამოხვიდეთ 1 სანტიმეტრი. და გვერდებსაც. არა, ქვემოდან არ უნდა. ქვემოდან, აი, ძალიან ოდნავ აწიეთ ქვემოდან. ესე. ხო, მერე შეგვიძლია ეს ჩვენი კარი წავიღოთ shift-ით, აქით. ანუ თუ მინდა რომ x, y ფერდზე დავაკოპირო, ანუ ესე უნდა გავააქტივრო რა, ყვითელი რო არის, ეგ აქტიური არის მაგას ნიშნავს. და დავაკოპიროთ აი აქ. ხო, ეხლა ეს ხედავ რომ ცოტათი დიდი არის. შემიძლია დავასქეილო. და მერე შემიძლია ისევ vertex-ებით აი ეს ხრიჭოები გავუკეთო. და მერე უკვე ეს წამოვიღოთ აქეთ. გადავიდეთ Z-ში. ერთი წამოჭერის კარგი აღმოსვლა. ანუ დავუშვათ ეს გაქვთ მონიშნული და აი სხვა ხედში გადახვედით და აი ვერ პოულობთ სად არის, ანუ Z-ი არის კლავიატურაზე ოდკი რომ ანუ ზუსტად გასწორდეს რა იმ ადგილას. ეს არის კუთხის snap-ი რა, ამით 5 გრადუსიან კუთხეებს იჭერს და 90-ზე შეგიძლიათ დაადრეალოთ. ხო, და ესე უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენი 3 კარი. ასეთი. რო გააკეთებთ, მითხარით და გადავიდეთ Pinterest-ზე და ამჯერებს. ეს მესამე კარი რით მოტრიალდება? ანუ მოტრიალება ეს ჩვეულებრივად rotate. A არის shortcut munjia. ოღონდ snap toggle angle snap-ი ჩავუხდე, რომ ზუსტად 90-ზე მოატრიალო. გავაგრძელო?
ჩავსვით. კაი, მერე ავიღოთ ისევ ჩვენი ბოქსი და ეხლა გავაკეთოთ ეს დიდი ვიტრაჟი ვიტყვი. კაი, მოდი ჯერ ეს პატარა ფანჯრები გავაკეთოთ. ესე ჩავსვათ ბოქსი. ჩავსვით. ესეც არ მივიყვანოთ ბოლომდე და მივიყვანოთ. ხო, ეს შეგიძლიათ სნეპთულით დააკავშიროთ რა, ვერტექსები. ვერტექსებს. ზედხეთში შეგიძლიათ ზუსტად კედელს გაუსწოროთ. შემდეგ ეს ბოქსი edit polish ხო გადავიყვანეთ უკვე. და ავირჩიოთ ეხლა ჩავსვით ხო? ავირჩიოთ edges. მეორე არის edge. ანუ გვერდები. და აი ეს ზედა აი ეს გვერდები მოვუნიშნოთ. ანუ select-ით აი ყველა ეს გვერდი მოვუნიშნოთ. F3 არის wireframe-ში გადასვლა ხო იცი? და შემდეგ right click-ი და connect-ით დავაკავშიროთ ესენი ერთმანეთთან. არ ნიშნავს ეს. ანუ არცერთ არ ნიშნავს. აი ანუ ხო აქ არის კიდე ერთი ის შეგიძლიათ იზოლაცია გავუკეთოთ და ეხლა მარტო ამაზე იმუშავოთ რა, სხვა რაღაცებმა რომ ხელი არ შეგიშალა. აი ეს არის isolation. გამოაქვს რა. შემდეგ ავიღოთ ეს edge-ები და ეს ზედები მოვნიშნოთ. მერე right click-ი, connect-ი და ერთი გვაწყობს ამჯერად და დავაწვეთ OK-ს. და ანუ ამით ვის მერე? არა OK-ს დავაწვით უბრალოდ ანუ connect, ანუ აქ ირჩევ ხა რამდენით დააკავშირო რა. სად იყოს ეს რაღაცები და ამ შემთხვევაში გვინდა რომ ერთი იყოს შუაში. 1 0 0 და OK. ხო, მივხვდით ხო, ანუ ზედმეტ იმას ამატებს და ანუ პოლიგონებს და რაღაცებს ხდის. ეხლა ავირჩიოთ ეს პოლიგონი. Control-ს დავაწვეთ და ეს მეორეც ავირჩიოთ. მერე მოვაწყიალოთ უკან და უკანაორიც ავირჩიოთ. ანუ აი ეს წინა ორი და უკანა ორი პოლიგონი მაქვს არჩეული. მერე დავაწვეთ insets. აქ extrude-ის margin ქვემოთ არის insets. დავაწვეთ ამ insets. ოღონდ აი ეს by group რო არის შევცვალოთ by polygon-ით.
ანუ თქვენთანაც ეს ეშვება ისეც თუ ტოლ ნაწილებად შვება. არა, თოლნაწილად. ტოლად, ხო? ხო, წესი ტოლად უნდა შვებოდეს, აქ არ ვიცი ესე რა შვება. ხო, ანუ ეხლა ვაკეთებთ, ანუ ეს შიდა ნაწილები უნდა წავშალოთ მოკლედ. და გარეთ ჩარჩო უნდა დავტოვოთ ფანჯრის და ეგ არის სადღაც 6 სანტიმეტრი ან 4 სანტიმეტრი რა. და ამიტომ ჩაწერეთ აქ 4 სანტიმეტრი. აი, თქვენ შემთხვევაში ანუ ყველა ტოლი უნდა იყოს, ხო? ანუ ყველა არის ამ სისხლი, ხო? ოკეი. მე ხა გავასწორებ ხა ამას უცე. და გავაგზავნე. მოკლედ ესე ხარ თქვენ, ხო? და შემდეგ ეს პოლიგონები ხო გაქვთ ხა მონიშნული წინაც და უკანაც. და უბრალოდ წაშალეთ დილეი. წაშალეთ, ხო? შემდეგ გავიღოთ bevel border ამის მარცხენა და მოვნიშნოთ კონტროლით ეს წინა ორი border. ისე უკანა ორი მოვნიშნოთ და ხო. მოკლედ ბორდერი არის უკანა ორი ხო? ხო, ბორდერი არის, ანუ ამოჭრილი რაღაცის ზედაპირი რა. ანუ მთლიანად ნიშნავს. ეს წინა ორი მოვნიშნოთ ხა და ეს უკანა ორიც მოვნიშნოთ. და შემდეგ დავაწვეთ ისევ bridge-ს და ანუ შეაერთებს რა. და გამომივა რომ ესეთი ფორმა ამოჭერი რა. ავიგეთ? და ზოგ შემთხვევაში ანუ მართკუთხედს ნიშნავს შემთხვევაში. ხო, ანუ მართკუთხედ ესე უნდა ესე არ ნიშნავს? ხო. ესე ხო ნიშნავს? შემდეგ უკანებიც მონიშნე ხა, ეს უკანა ორი. და bridge-ს რო დავაწვევით, ეს უნდა შეგიერთოს. არა ერთებს? ერთი წამით. ხო. კაი, ეს არის ახლა მარტივი, ანუ შედარებით მარტივი ხერხი და კიდე ერთი ტრიკი არის, რაც მნიშვნელოვანია რა, 3D Max-ში აი დავუშვათ რაღაც edge მაქვს მონიშნული ან ბორდერი. ანუ მონიშნეთ ეს წინა ორი, ანუ დაბრუნდით უკან bridge-მდე. სადაც წაშალით მონიშნეთ და ეხლა move tool-ი ხო არის მონიშნული. და shift-ს რო დავაწვევი ეხლა, shift-ს, აი X რომელიმე ღერძს რო ავირჩევ, აი შემიძლია რომ აი ეს ის გამოვწიო რა, თან კოპირდება და თან იმას ტოვებს რა, თავის 3D ფორმას. ხვდებით? ხო, ანუ ეს შემიძლია დავუშვათ ან გამოვწიო რაღაც, ან შევწიო რა, მოდელირების დროს მოქნილი ხელსაწყო. და ანუ შემიძლია ეხლა რომ მე აი ეს დავაკავშირო ამას. ხვდებით, ამ bridge-ის გარეშე. ოღონდ ზუსტად რომ დავაკავშირო, სადღაც აქ უნდა გავაჩერო რა. აი აქ მე გადავიდე ზეპხეთში და snap-ით მივუერთო ზუსტად ამას. და გამოვა რომ ანუ იგივენაირად შევაერთე ესენი. ხვდებით? ანუ მნიშვნელოვანი რამაში ის არის რომ რაღაც edge-ი რომ აქვს მონიშნული, shift-ით შემიძლია რომ ავაკოპირო რა ეს და თავისი 3D ფორმაც დატოვოს. ხო. მოკლედ ანუ ესეთი ფანჯარა უნდა მივიღოთ. მერე ანუ ეხლა უნდა გავაკეთოთ, აი აქ ცოტა გეპი უნდა, ანუ რაღაც ადგილი უნდა დარჩეს რა. და როგორ გავაკეთოთ ეხლა ეს ამისთვის ავიღოთ ისევ edge-ები და აი ეს რაც მოყვება რა, ამის გარშემო ეს edge-ები მოვნიშნოთ. ანუ მივხვდით ხო? ანუ შუა edge-ი რაც არის, მთლიანად მოვნიშნე გარშემო. მოვნიშნეთ? ხო, მაგის მერე დავაწვეთ extrude-ს. და ეხლა ესენი რომ 0-ზე დაждდეს, ამისთვის მარჯვენა ღილაკს ვაწვევ. ჯერჯერობით 0-ზე დავშვებ.
ხო? და ეხლა პირველი მეორე არის რამდენად გაიშალოს რა ეს ექსტრუდით ჩემი ეჯები და რაღაცის ხრიჭოები რომ მომცეს 0.3 0.4 საკმარისი არის რა უკვე ამიტომ ეს ავწიოთ ეხლა 0.3 სანტიმეტრის და ხედავთ რომ აი გარშემო გაიშალა ხო ეს ისინი და პირველი ბრძანება ეხლა რასაც აკეთებს ამას ან წინ შეწევს ან გარეთ გამოწევს რა ხედავთ და თქვენ თუ გინდათ რომ აი უცებ შექმნათ რაღაც კეპების ადგილები შეგიძლიათ უბრალოდ უკან შეწიოთ ეს უკან რომ შეწევთ უკვე რაღაც ხრიჭოსავით იმას ვიზუალს გაძევთ რა მაგრამ ამ შემთხვევაში ეხლა უფრო კარგად რო გავაკეთოთ შეგვიძლია ეს 0-ზე იჯდეს და ქვედა იჯდეს 0.3-ზე და შემდეგ დავაწვეთ OK-ს და ეხლა მე მინდა რომ აი ეს შუა პოლიგონები წავშალო რა ყველა ამისთვის გადავიდეთ Z-ხედში ანუ ხვდებით რომ აი ეს შუა ესენი ხო ავიღოთ პოლიგონები და ეს ყველა შუა პოლიგონი წავშალოთ ეს ანუ ესე უნდა წაიშალოს შუა პოლიგონები რა გენით წავშალე ხო? თავიდან გავაკეთე. ანუ ეს შუა ხაზი ხო გავაექსტრუდეთ ესა ცოტა 0.3-ზე. მერე გადავიდეთ Z-ხედში. ავირჩიოთ პოლიგონები და ეხლა ჩვენი აი ამ კვადრატული სელექციით აი ყველა ეს შუა პოლიგონი მოვნიშნოთ. ანუ აი ესენი მაქვს ხა მონიშნული რა, ზემოთ, ქვემოთ, შუაში ყველგან მონიშნული მაქვს ახლები რა და წავშალოთ. მერე აქ ხედავთ რომ ეხლა ის არის რა, ფორმა ანუ წაიშალა რა ეს გვერდები და ამისთვის ეს რომ შეერთდეთ ეს ისევ ბორდერ ავიღოთ და ეს ბორდერ მოვნიშნოთ, მეორეც მოვნიშნოთ და ქეფარი ხურავს რა ბორდერებს. ანუ ქეფით ჩვეულებრივად რაღაც დაიხურება, ანუ დავუშვათ ეხლა ეს რომ წავშალო ზედა პოლიგონი. შემდეგ ბორდერ ავიღო, მოვნიშნო ეს და ქეფს დავაწვე, ანუ დამეხურავს ისე. ხო? და ეხლა გამოვიდა რომ ანუ აი ესეთი ორი ფორმა გვაქვს. ანუ ერთმანეთისგან დაცალკევებულია რა ეს. ეხლა მე შემიძლია რომ ელემენტით, ანუ ელემენტით რა ეს ცალკე მოვნიშნო. ეს ცალკე მოვნიშნო. და თუ მინდა რომ საერთოდ სხვადასხვა ობიექტად ვაქციო რა ეს ორი. შემიძლია აი რომელიმე ელემენტით მოვნიშნო და detach გავუკეთო აქ. და ეხლა უკვე ეს ცალკე ობიექტი გახდა. და ეს ცალკე ობიექტი გახდა. მივხვდით ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში არ მჭირდება რომ ცალ-ცალკე იყოს და ანუ ერთად იყოს რა, detach-ი არ გავუკეთო. ხო, ну აი ესე უნდა დაახოთ ხოლმე, აი დავუშვათ რაღაც კედელი თუ გაქვთ, ან რაღაც პანელი თუ გაქვთ, კედლის ან რაღაც მსგავსი და გინდათ რომ ეხლა ეს რაღაც ტოლმონაკვეთებად დაყოთ რა, ზუსტად. ანუ იგივე პრინციპი არის, ზუსტად გადაიყვანოთ უნდა edit polish-ში, მერე connect-ით დააკავშიროთ, დავუშვათ ამ შემთხვევაში ამდენ ნაწილად. მერე ეს edge-ები დააექსტრუდოთ 0.3-ზე. შემდეგ ეს
ანუ ახალი დაექსტრუდებული პოლიგონები უნდა წაუშალოთ Z-ხედში. და შემდეგ ეს ახალი ბორდერები რაც არის რა, რასაც ფორმა არ აქვს ახლა 3D, ესენი ყველა უნდა მონიშნოთ და caps რო დააწვევით, აი უკვე ეს რაღაც ტოლნაწილებად დაყოფილი ის გამოგივათ რა. ეს ხშირად გამოგადგებათ მოკლედ მოდელირებაში ეს ტრიკი. კაი, მე ახლა ეს ჩვენი ანჯარა. ხო, კაი, მოდი ჯერ შუშევით ჩავსვათ გვარი. ხო, ახლა მეტი დეტალიზაციისთვის შეგიძლიათ რომ ეს ამ edge-ებს chamfer გავუკეთოთ და ნუ ერთი მხარე ცოტა წინ იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში რადგან ჩვენ ფარდები უნდა გქონდეს მაინც ჩამოფარებული, ეს რაღაცეები შეგვიძლია არ გავუკეთოთ რა ამ პანჯერას. უბრალოდ უნდა ჩაუსვათ, ბოქსი ავიღოთ, ავტოგრიდი გავაქტიუროთ და აი შუშები რო ჩაუსვათ სადღაც აი აქ. გვერდხედიდან შეგიძლიათ აი ამ შუშამ ოდნავ გადაკვეთოს ეს თქვენი პანჯრის შიდა კონტური. და შემდეგ ეს დააკოპირეთ shift-ით მეორე მხარეს. და ხო. და შეგიძლიათ ამას უკვე მისცეთ glass clear მატერიალი არის თქვენ კოსმოსის კორონა კოსმოსი ხო გაქვთ ყველას აი ეს კოსმოს ბრაუზერი მან შედით შემდეგ მატერიალებში გადადით შემდეგ აირჩიეთ glass-ი და ცოტა ჩამოსხოლით და უნდა იყოს ესეთი მატერიალი glass clear. Yes. ჯერ უნდა ჩამოგვირთოთ და შემდეგ უკვე უნდა გადაადოთ. გადავდეთ. შემდეგ ეს ჩვენი ხო ეს შემიძლია ახლა ამასთან დავაატაჩო. და ნუ ეს ცალკე ობიექტია ახლა და ეს ჩვენი ორი შუშა ცალკე ობიექტია. შემდეგ ეს ორივე შემიძლია მოვნიშნო და დავბრუნდო და დავახვა window 0 ამის მერე ეს ჩვენი პანჯარა გადმოვაკოპიროთ მეორე მხარეს. და
ალბათ ცოტა უნდა დავასქეილო. კოსმოსში ჩემთან მატერიალები არ ჩანს. ხო, ну კაი, ეს მნიშვნელოვანი არ არის იმდენად მატერიალებს დადი. ხო, და შემდეგ დავასქეილოთ ცოტათი ეს ჩვენი ფანჯარა, რომ ფანჯრის გაფაც გამოჩნდეს. მერე ანუ იგივენაირად როგორც ახლა ეს გავაკეთეთ, უნდა გავაკეთოთ აქ ჩვენი ვიტრაჟი, რომელსაც აქვს 1, 2, 3, 4 დანაყოფიანი. 3-4 დანაყოფიანი ვიტრაჟი უნდა იყოს და აქ კარი არის, ესეც ვიტრაჟული არის, ანუ 2 დანაყოფიანი. ხო, იგივენაირად ავიღოთ ახლა ბოქსი. მე გადავიყვანოთ edit polish-ში და vertex-ებით ან ზომა დავსვათ, როგორც გვაწყობს. დავსვით ხო? ანუ აი ახლა ჩაჯდეს რა ისო ჩვენს ჭრილში. შემდეგ გავუკეთოთ იზოლირება და ავირჩიოთ ეს შუა ეჯები ყველა. ზედა ქვედა უბრალოდ. და შემდეგ უკვე connect-ით იყოს 5 დანაყოფიანი. ანუ 4 დანაყოფი დავუმატოთ. აი ეჯებს სხვა მონიშნავ რა. აი დავუშვათ ეხლა გინდა რომ აი ეს ამას და ამას დაემატოს აქ ეს ეჯები. ანუ მონიშნავ ერთმანეთს უნდა უყურებდეს რა ესეთ ეჯებს და right click-ით connect. აი პატარა კუბიკი რო აქვს, იქ დააწვევი და უკვე აკონტროლებ რამდენი მონიშნა, ანუ რამდენით დაუკავშირდეს. მერე ქვედა არის, ანუ აი ამას შვება რა, ავიწროვებს ან აფართოვებს ამ ჩემს და მესამეა უკვე ან მარჯვნივი აქვს, ან მარცხნივი აქვს. ამ შემთხვევაში გვინდა 4 და ეს ორივე უნდა იყოს 0, 0-ზე და 0-ზე. და დავაწევთ ისევ OK-ს. ხო, ანუ ეს ყველა უნდა გქონდეს მონიშნული, რომ ყველა შეაერთოს. ეს რა, მთლიანად კრუგში რა შეაერთოს. აი ამის დამატების კიდე ერთი ხერხი არის, როცა ეჯები გაქვს მონიშნული. ქვემოთ რო ჩამოსკროლავ, აქ არის slice plane ესეთი რაღაც არის რა, თული, რომელიც ხშირად გამოსადები თულია. და აი ხედავთ რომ რაღაც პატარა კუბიკივით არის ხო? ეხლა ეს წითელი ხაზი სადაც არის, სადაც slice დავაჭერ, ანუ იგივე რაღაცებს მიკეთებს რა. ხვდებით? ანუ ზუსტად იგივე რაღაცას აკეთებს, ანუ ჭრის მთლიანად ობიექტს. ეს შემიძლია ეხლა მე როგორც მინდა ისე დავატრიალო რა. თუ მინდა რომ ანუ ჰორიზონტალურად კი არა და ვერტიკალურად გავჭრა, ანუ აი მას დავატრიალებ ამ ჩემს slice-ს. დავუშვათ ესე. ესე 90 გრადუსზე დავატრიალებ. და შემიძლია ეხლა უკვე ესე გავჭრა რა, სადაც მინდა. ხვდებით? ამ შემთხვევაში ხა არ გჭირდება. ხო, slice plane-დან გამოვიდე, უბრალოდ
უნდა გადავთვალ ისევ ეჯებზე. ხო, ამ შემთხვევაში ეს ეჯები დავაკავშიროთ 4-ით და ოკეის დავაწვით. მე ავირჩიოთ ისევ ჩვენი პოლიგონები, წინებიც და უკანებიც და ისევ insets დავაწვით. და ამ შემთხვევაშიც ავირჩიოთ, ანუ by group ნიშნავს, რომ ანუ ეს ერთიანად ერთ იმას აკეთებს რა. და by polygon, ანუ ყველა პოლიგონისთვის ცალ-ცალკე გააკეთებს და აქ ჩავწეროთ ისევ 4 სანტიმეტრი. შემდეგ მოვნიშნოთ ისევ ეს შუა პოლიგონები. წავშალოთ. მე ბორდერები მოვნიშნოთ, წინებიც და უკანებიც. კონტროლით. და bridge შევაერთოთ. და ამის მერე ისევ რაც წინაზე გავაკეთეთ. ეს ეჯები უნდა მოვნიშნო ყველა. და ხელს მოვაწერე. ოკეი, ჩავწერთ აქია თურმანიც, ხო? ოკეი. ისე, ხო რა უნდა. ეს ნახაზი ამ ნახაზს გამოგიგზავნით და სახშიც რო გააკეთოთ რა ეს იგივე. ნუ ივარჩი. ხო. გამოგიგზავნით, მე ნუ შენ გააქვს უკვე მეილზე. ეხლა შუაში უნდა წავშალოთ ის ეჯები. ხო. ეს ეჯები ისევ წავშალოთ შუაში. კი, წავშალოთ, ანუ დავაექსტრუდოთ. ყველას რომ მოვნიშნოთ და მთლიანად უნდა მოვნიშნოს წრეზე. და შემდეგ დავაექსტრუდოთ ისევ 0.3 ქვემოთ. და შემდეგ ეს ახალ დამატებულია ეს შუაში რაც აქვს რა ეს პოლიგონები Z-ხედიდან წავშალოთ. და შემდეგ ეს ახალ წაშლილი ქვედა უნდა იყოს 0.3, ხო, ბორდერები მოვნიშნოთ და ქეფი გავუკეთოთ, რომ ფორმა მიიღოს. და ნუ ასე მივიღებთ ამ ჩვენ ვიტრაჟის ფორმას. ხო, კაი, შევინახოთ ახლა ეს ჩვენი აწყობილი ფორმა. რამე დაარქვით სახელი, თქვენი სახელით დაარქვით და კიდე რამე. და ანუ თქვენს ფაილში შევინახეთ, რომ შემდეგზე გავაგრძელოთ ამ სცენაზე მუშაობა. ხო და ამ სცენაზე ვიმუშავებთ, ანუ ობიექტებს შემოვიდანთ, ტექსტურებს, იატაკს და რაღაცებს დავადოთ და მე ამასვე დავარენდერებთ, რომ ანუ განათებებსაც აქ ვისწავლით და კამერის სეტინგებსაც და რენდერებსაც რა. ამიტომ ხო ეს სცენა უნდა გქონდეთ აწყობილი მომენტი. მეილზე ყველას გამოგიგზავნით ამ ნახაზს და ამ ნახაზის მიხედვით რომ ესე აწყობთ.
Posłuchaj. ბორდერი ავიღოთ და კაფი გამოვიყენოთ, ხო? ხო, ბორდერებს კეფით აი კაი, ხელი მომიწერეთ და გავისრულებთ. ქართულად დაწერე, გაიგო.